რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიაზე დასასწრებად შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში შეხვედრები გამართა. საქართველოს პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს ჯონ ბონერს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელთანაც ბონერმა შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართული სამხედროების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დღესვე მიხეილ სააკაშვილი კონგრესის დემოკრატიის კომისიის სრულ შემადგენლობას, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. დოკუმენტი ჯონ ბონერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს კონსტრუქციული დიალოგისთვის. საქართველო ტერორიზმისა და რადიკალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მადლობას ვუხდით საქართველოს ავღანეთსა და ერაყში გაწეული სამხედრო დახმარებისთვის და პატივს ვცემთ იმ ქართველებს, რომლებმაც სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას შესწირეს თავი, წერია განცხადებაში. ჯონ ბონერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც დაეხმარება საქართველოს და იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიისკენ ისწრაფვიან. ვისაუბრეთ ასევე ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, როგორიც არის მთავრობის მუშაობაში მოქალაქეთა ჩართვა და მათი როლი და პოლიტიკური კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის აუცილებლობაზე, წერია განცხადებაში. საქართველოს საელჩოს ცერემონიაზე მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა სენატორს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული ღვაწლისა და თანადგომისთვის. თავის მხრივ ჯოზეფ ლიბერმანმა მადლიერება გამოხატა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენისთვის. კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკის მხარის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ისაუბრა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე და მწვავედ გააკრიტიკა რუსული პოლიტიკა, რომელსაც ავტოკრატული რეჟიმი უწოდა. მაქვს პატივი გადმოგცეთ ყველაზე მაღალი ჯილდო, რაც ჩემს ქვეყანას აქვს. მსურს რამდენიმე სიტყვა თქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავთ ჩვენთვის და რატომ ბრძანდებით გამორჩეული პიროვნება ჩვენაირი მებრძოლი ხალხისთვის. ვაშინგტონში ბევრი წელია ჩამოვდივარ 90-იანი წლების დასაწყისიდან. ერთის გავიგე, რომ ამ ქალაქში ადამიანებს ყოველთვის არენდობიან, მაგრამ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ არიან ისეთი გამორჩეული პიროვნებები, ისეთი იდეალისტები, როგორიც თქვენ ხართ და მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რამე ხდება, ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელის ძალა სწორედ თქვენ ბრძანდებით. მიუხედავად იმისა, რამდენად პატარა ქვეყანა ხარ, რამდენად ჩორს ხარ, რამდენად რთულია შენ წინ არსებული გამოწვევები, თუ ფიქრობ, რომ მართალი ხარ და არსებობს კიდევ სხვა, ვინც შენსავით ფიქრობს, სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა და სწორედ ამას წარმოადგენთ ჩვენთვის. ჩვენ აღფრთოვანებით ვაკვირდებით თქვენს გამორჩეულ კარიერას უკვე დიდი ხანია. მახსოვს დრო, როდესაც საერთოდ არ აღელვებდათ ბოსნია. ამბობდნენ, რომ ეს ძველი საუკუნეებიდან გადმოყოლილი გაურკვეველი შუღლია, რომელთანაც ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. თქვენ ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ადამიანი იყავით, რომელმაც ხმა მოიღეთ ადამიანის უფლებების, ღირსების, თავისუფლების და ამერიკის ჩართულობის აუცილებლობის შესახებ. ეს ასეთი დამთხოვა ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ბოსნიის თემა, ასევე საქართველოს გვერდით დადგნენ. არის მსგავსებები, გამოწვევები, რომელიც ამ ორივე შემთხვევაში არსებობდა. მე ძალიან კარგად მახსოვს წერილი, რომელიც თქვენ ადმინისტრაციას ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ მიწერეთ. თქვენ აქტიურად მოუწოდებდით მათ წინ წაეწიათ ჩვენთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი. თქვენი რჩევა აქტუალური იყო, თუმცა სამწუხაროდ ამ დროს ნატო აღარ იყო ერთიანი საკუთარ გადაწყვეტილებებში და აქ უკვე სხვა მეკავშირების საკითხიც დადგა. საქართველოს ოკუპაციის დროს იყო რამდენიმე პიროვნება, რომელიც საკუთარ განრისხებას არ მალავდა. აგვისტოს პირველ რიცხვებში, როდესაც ოლიმპიადა იწყებოდა, პოლიტიკოსების უმეტესობა არდადეგებზე იყო. სხვები პეკინში იმყოფებოდნენ. მე ვცდილობდი დავკავშირებოდი სხვადასხვა პირებს, მაგრამ მათ უმეტესობასთან სწორედ ამ მიზეზების გამო დაკავშირება არ ხერხდებოდა. მე მახსოვს თქვენი ჩამოსვლა და ის ვახშამი, რომელზეც თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნობოდა. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენ მომავალი ნამდვილად გვქონდა. ამ დღეებში გადავიკითხე სტატია, რომელიც თქვენ მაშინ გამოაქვეყნეთ. ჩვენთვის ეს უკვე ისტორიაა, მაგრამ ეს ყველაფერი კვლავაც აქტუალურია. მინდა თქვენი ციტირება მოვახდინო. ეს ისტორიის ის მომენტია, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს დემოკრატიებმა გამოხატონ საქართველოსადმი სოლიდარობა. რუსეთის აგრესია არ არის მხოლოდ ევროპის საზღვრებთან დემოკრატიის შევიწროების მცდელობა. ამას გავლენა აქვს ჩვენს კონტინენტზე არსებულ ღირებულებებზე. რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრა წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ გამოწვევას ამ პოლიტიკური ესტაბლიშმენტისთვის ბალკანეთზე მომხდარი ეთნიკური წმენდის შემდეგ. არავის არ დაურქმევია სახელი ამ ყველაფრისთვის ისე ზუსტად, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ იმ დღეებში. ჩემი ქვეყნის 20% კვლავაც ოკუპირებულია, 9,5 მილიონი ადამიანი განდევნილია სახლიდან. ისინი იდევნებოდნენ ეთნიკური ნიშნით, მაგრამ ჩვენ მაინც ვართ ქვეყანა, რომელმაც ამ აგრესიიდან 3 წლის შემდეგ მოახერხა გამხდარიყო ყველაზე გამორჩეული. კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ტრანსპარენტი ინტერნეიშნალის კვლევით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით ჩვენ ნომერ პირველ რეფორმატორად დაგვასახელეს. გვაქვს მყარი ეკონომიკური ზრდა და გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჯერაც საკუთარი მომავლის. როდესაც დღეს შეხვედრებს ამ ყველაფერზე ვყვები, მეკითხებიან, როგორ არის ეს შესაძლებელი, ამას რაციონალური ახსნა არ აქვს. მე ვფიქრობ, ზოგჯერ არარაციონალურით შეიძლება მოხდეს. მე ვფიქრობ, სწორედ ირაციონალურად ვართ აქ და ასეთივე აუხსნელია ისიც, რომ არის სხვა ძალა მსოფლიოში, რომელიც სიკეთეს ქმნის. ეს ძალა აქ არის ამ ძალის წარმმართველი ერთ-ერთი ლიდერი, სწორედ თქვენ ბრძანდებით. მთელი ჩემი ცხოვრება მჯეროდა, რომ საბოლოოდ სწორედ კეთილი გაიმარჯვებს და მჯერა, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სურს გადმოგცეთ ეს ჯილდო. But on behalf of my country, I would like to give you this medal. Thank you. And actually, this one represents as a medal of St. George, and that's what St. George is. Responsibility. დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. მე მინდა გავიხსენო ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა თავისუფლების გამტკიცებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. პრეზიდენტი ნიქსონი ცდილობდა დემოკრატიული ძალები დაეცვა რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც. სამწუხარო ის არის, რომ მრავალი წლის შემდეგაც მთავარი მიზანი ამ ქვეყნებში თავისუფლების გამტკიცება მიღწეული არ არის. ჩვენი იმედები თავისუფალ თანამედროვე რუსეთზე არ არეალიზებულია. რუსეთში არ არის დაცული კანონის უზენაესობა. რუსეთი კვლავ აგრესიულად ეპყრობა თავის მეზობლებს, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. ის ამისთვის აგრესიულ ტაქტიკას მიმართავს. იყენებს ენერგორესურსებს, ახორციელებს კიბერშეტევებს. საქართველოს შემთხვევაში ეს იყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაპყრობა, რაც საქართველოს ტერიტორიის 20% შეადგენს. აგვისტოს ომის დროს სენატორ მაკ-კეინს საპრეზიდენტო კამპანია ჰქონდა. მე გეტყვით, რომ მან გაცილებით ნაკლები დრო დაუთმო რესპუბლიკელ მაღალჩინოსნებთან საკუთარი კამპანიის განხილვას, ვიდრე საქართველოს საკითხზე მოლაპარაკებებს. აგვისტოს ომიდან 2 წელიწადნახევრის შემდეგაც რუსებს თქვენი ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული. ამიტომ ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყოველთვის და ყველანაირად. იმისთვის რომ ეს ყველაფერი უკან გავაბრუნოთ. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიქნებით იმიტომაც რომ ვიზიარებთ თქვენს ღირებულებებს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი ლიბერალური რეფორმებით, იმით რომ საქართველოს შეამცირა კორუფცია და რომ რეფორმების გზაზე დგას, რადგან რაც უფრო დემოკრატიული იქნებით, მით უფრო სოლიდური იქნება ნატოს, ევროკავშირისა და ამერიკის დახმარება თქვენი უსაფრთხოებისთვის. სულ ახლახას მე და სენატორი მაკ-კეინი ვსაუბრობდით, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვითი იარაღით, იმისთვის რომ თავი დაიცვას რუსი ოკუპანტებისგან. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ ევროპაში თქვენს მიერ გამოთქმულ ინიციატივას, რომ საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებას, მაგრამ თქვენ გჭირდებათ იარაღი იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი. მე არ ვიცი ვიმსახურებ თუ არა ამ მედალს, მაგრამ როდესაც მას გაძლევენ, უნდა თქვა მადლობა და ამავდროულად უნდა გააგრძელო ის საქმე, რისთვისაც გაჯილდოვებენ. ჰილარი კლინტონის, კონდოლიზა რაისის, მადლენ ოლბრაიტისა და მსოფლიოს სხვა წარმატებული ლიდერების შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი იმ საქველმოქმედო აქციის წევრი გახდა, რომელიც მსოფლიოში მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნავს. გუშინდელი ბავშვები, ასე ქვია წიგნს, რომელშიც საქველმოქმედო ფონდმა გადავარჩინოთ ბავშვები მსოფლიოში 100 გამოჩენილი ადამიანის ბავშვების ფოტო დაბეჭდა. გამოცემის რეალიზაციიდან შემოსული თანხები მზრუნველობა მოკლებული პატარების საკვებით და ტანსაცმლით უზრუნველყოფას მოხმარდება. მიხეილ სააკაშვილს ამ აქციაში მონაწილეობის მიღება ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ დრაიერმა თავას თხოვა. საქართველოს პრეზიდენტის ფოტო უკვე შეიტანეს ახალ პროექტში. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ გადავარჩინოთ ბავშვები უკვე მსოფლიოს პატარების დასახმარებლად $1 მილიარდი გამოყო. ჩემმა კალიფორნიელმა ხელოვანმა მეგობარმა გადაწყვიტა შეეგროვებინა მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების ბავშვობის ფოტოები და გამოეცა წიგნის სახელწოდებით გუშინდელი ბავშვები, საიდანაც მიღებული მთელი შემოსავალი Save the Children's ფონდს მოხმარდება. ამ პროექტში მონაწილეობენ ბარბარა სტრეიზენდი, კლარკ გეიბლი, ჰილარი კლინტონი, მადლენ ოლბრაიტი, კონდოლიზა რაისი, ბევრი კინოვარსკვლავი, პირველი ასტრონავტი ქალი სალი რაიდი. ამ ადამიანებმა მოგწირეს თავისი ბავშვობის ფოტოები, რადგანაც პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვენი ასეთი დიდი მეგობარია და გამორჩეული მსოფლიო ლიდერია, მე ჩავთვალე, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მასაც უნდა მიიღო. მას რამდენიმე თვის წინ მთხოვე ფოტო და იმისი პორტრეტი, რომელიც წიგნში გუშინდელი ბავშვები დაიბეჭდება სხვა წარმატებულ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც მსოფლიოს და შეერთებული შტატების ცხოვრებაზე თავისი კვალი დატოვეს.